მოდი ახლა გავარჩიოთ სიტუაცია, სადაც ისევ გვაქვს რეაქციის ძალა, ოღონდ ამჯერად კედლიდან და არა იატაკიდან. Სადია ისევ მოქმედებს გრავიტაციული ძალა, ანუ მიზიდულობის ძალა, mg. და შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ბევრმა ავტომატურად გადაწყვიტოს, რომ ხო, ცხადია რეაქციის ძალა ხომ ყოველთვის უდრის mg-ს, ამიტომ ისევ ზემოთ იქნება ეს რეაქციის ძალა და იქნება mg-ს ტოლი. მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ რეაქციის ძალის შინაარსი ის კი არ არის, რომ mg დააბალანსოს. რეაქციის ძალის შინაარსი ისაა, რომ რაღაც სხეულებს შეუშალოს ხელი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში კედლის განგრევაში, ხო? ანუ თუ თქვათ რაღაც აქ მაგიდა მაქვს, რომელზეც დევს რაღაც ნივთი, ეს მაგიდა რეაქციის ძალით ასე მოქმედებს. კი ბატონო, მაგრამ დახრილი სიბრტყე თუ მაქვს, მაშინ და თუ ასე დევს რაღაც აგური ვთქვათ, ხო? რეაქციის ძალა მოქმედებს ასეთი მიმართულებით, ანუ თავისი ზედაპირის მართობული მიმართულებით. ინგლისურად საერთოდაც normal force ქვია, რაც ნიშნავს არა ნორმალურ ძალას, არამედ მართობულ ძალას. ნორმალი ვექტორის წარმოადგენს მართობს ამ შემთხვევაში. ანუ გულისხმობს მაგას. ანუ რეაქციის ძალა თავის შინაარსით არის მართობული ძალა, რომელიც ზედაპირიდან არის აღზრული, იმისთვის რომ მას ზედადებული სხეულის მიერ მოქმედი ძალა დააბალანსოს. ამ შემთხვევაში ზუსტად გვაქვს ამას წავშლი, არ გვჭირდება ესენი. ამ შემთხვევაში ზუსტად გვაქვს ეგეთი მოქმედება ძალების, ანუ ეს მასა მოდი როგორ მოქმედებს ეგეც ვნახოთ, თორე ცოტა მიწევებულს გავს. ანუ ვითომ ესეთი ძალა აწვება რაღაცა F1 თქვათ და ამიტომ ამ ძალას რადგან გააჩნია ჰორიზონტალური კომპონენტიც, ეს მასა აწვება კედელს და კედელი საპირისპიროდ მოქმედებს რეაქციის ძალით. ესე იგი, ეს რეაქციის ძალა არის ჰორიზონტალური და აღარ არის ვერტიკალური, ანუ ესეთი არის F რეაქცია უკვე. F რეაქციის ძალა არის ჰორიზონტალური და შესაბამისად ეს სხეულის განიცდის ჰორიზონტალური რეაქციის ძალას. კარგი. და კიდევ ერთი ძალა, რომელიც როგორც თქვი არის F1, მივთითოთ ეგეც რომ აქ გვაქვს, ასე. ეს არის F1 ძალა. ასე. და თქვათ ახლა მაინტერესებს როგორი არის რეაქციის ძალა. მინდა ვიპოვო რეაქციის ძალა როგორია. ამ შემთხვევაში ისე უნდა დავწეროთ, რომ AX უდრის ოღონდ ისევ რომ აუდრის F-ი გაყოფილია მზე, მაგრამ ამ შემთხვევაში X ვწერთ, იმიტომ რომ ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ ხდება მოქმედება. ესე იგი, AX უდრის FX-ი, ანუ FX-ების ჯამი, ესე იგი, ჰორიზონტალური მიმართულებით მოქმედი ძალების ჯამი, გაყოფილი M-ზე. აი ესე. კარგი. ახლა მოდი ვნახოთ რა ძალები გვაქვს. თქვათ ისევ ვიცით რომ აჩქარება არ გვაქვს, ამიტომ დავწეროთ რომ აჩქარება არის 0 და ვნახოთ როგორ შეიძლება ვიპოვოთ რეაქციის ძალა. ცხადია ეს ყველაფერი იყოფა მასაზე, ეს პირდაპირ ვიცით, ამიტომ დავწერე რომ იყოფა მასაზე. და ახლა რა სიტუაცია გვაქვს? გვაქვს რეაქციის ძალა F1 პირდაპირ შედის აქ. დადებითი არის, იმიტომ რომ მარჯვნივ მოქმედებს და მარჯვენა მიმართულება დადებითი მიმართულებად გვაქვს არჩეული, ცოტა უკეთ დავწერ ამას, რაც მეუშნოება. F1 ეს არის M. კარგი. ახლა გვინდა რომ რაღაცნაირად ჩავრთოთ აი ეს ძალაც, ხო, რომელიც მეტნაკლებად და ამ შემთხვევაში აბალანსებს რეაქციის ძალას. პირდაპირ ვერ ჩავრთავთ F1-ს, უნდა ვიპოვოთ მისი კომპონენტები. მისი კომპონენტები არის, მოდი ისევ ფერადად ვიზამო. აქვს ვერტიკალური კომპონენტი და აქვს ჰორიზონტალური კომპონენტი, ანუ აი ეს. ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურ ღერძზე მიდის ძალების ბალანსი, ამიტომ ჰორიზონტალური კომპონენტი გვაინტერესებს და ამიტომ მოდი ამას დავარქმევ F1x არის ეს. მოგეთ F-ების წერა არის პრობლემა. F1x არის აი ეს და როგორ უნდა ვიპოვოთ? თქვათ მოცემული გვაქვს, ძალიან პატარად ხო არ უწერ ნეტა. მოდი აქეთ გავაკეთებ უფრო დიდ ვერსიას. ესე იგი, ეს არის ჩვენი F1 ძალა, F1. ეს არის ვერტიკალური კომპონენტი და ეს არის ჰორიზონტალური კომპონენტი, რასაც ვეძებთ. აი ეს ჰორიზონტალური კომპონენტი. ეს არ გავითვალისწინებთ, თქვით, უბრალოდ ზედმეტი მომივიდა. და აი ეს ამას დავარქვათ F1x-ი და როგორ ვიპოვოთ? თქვათ მოცემული გვაქვს, რომ ეს კუთხე არის θ. ერთ-ერთი კუთხე უნდა ვიცოდეთ, ხო? თუ ეს არის θ, ამისი მოპირდაპირე გვერდი არის F1x-ი და მაშინ მარტივად სინუსით შეგვიძლია ვიპოვოთ F1-ით და სინუსით გამოვსახოთ F1x-ი რას უდრის. ესე იგი, სინუს θ არის F1x-ი გაყოფილი F1-ზე და ამიტომ F1x-ი იქნება სინუს, ანუ F1 გამრავლებული სინუს θ-ზე. F1 ჯერ სინუს θ. კარგი, ესე იგი ესეც გამოვსახეთ. ეხლა რა მიმართულებით მოქმედებს F1 სინუს θ, ანუ F1x? მოქმედებს მარცხნივ, ანუ უარყოფითი მიმართულებით.
ესე იგი გამოდის რომ აქ დავწერ -f1 x-ი, ანუ იგივე მოდი f1 x აღარ დავწერ, პირდაპირ f1 სინუს თეტა იყოს. ესე იგი გამოსახეთ ყველაფერი ჩავსვით, ანუ ყველა ძალა გამოვიყენებთ, mg-ს არ ვიყენებთ, იმიტომ რომ საერთოდ არ აქვს ჰორიზონტალური კომპონენტი, მხოლოდ ვერტიკალური ძალაა. და აქედან უკვე ძალიან მარტივად შეგვიძლია იმის პოვნა, თუ რისი ტოლი არის f რეაქციის. ორივე მხარეს გავამრავლებთ m-ზე, რაც მოგცემს, რომ 0 უდრის f რეაქციისას minus f1 სინუს თეტა. სინუს თეტა. და მაშინ ორივე მხარეს თუ გამოვაკელით f1 სინუს თეტა, მივიღებთ რომ f2 მაშინ მივიღებთ რომ f2 ტოლია აი ამის, ანუ f1 ჯერ სინუს თეტას. კი ბატონო, ესე იგი გავარკვიეთ f2 რისი ტოლიცაა. მოდი ახლა ვთქვათ, რაღაცა კიდევ დამატებითი ძალა არის. მაგალითად, კიდევ რაღაც დამატებითი ძალა, რომელიც მოქმედებს აი ასეთი მიმართულებით. ანუ აწვება f2 იყოს ეს, f2, რომელიც კიდევ ასე მარცხნივ აწვება ამას. ნუ ძალიან მარტივად გამოვიყენებთ ამას, უბრალოდ დავამატებთ აქ f2-ს, უпростоრად გამოვაკლებთ f2-ს, იმიტომ რომ მარცხნივ მოქმედებს და შესაბამისად აქაც ჩაემატება ზუსტად იგივენაირად, იქნება აქაც f2-ის ტოლი და აქ იქნება ამათი ძალების ჯამი, რაც ლოგიკურია, ხო? იმიტომ რომ თუ გინდა რომ ეს r არის, r არის, ქართული r რატო არ ჩანს კარგად. ანუ თუ გინდა რომ რეაქციის ძალამ დააბალანსოს ეს ორი ძალა, მათი ტოლი უნდა იყოს და ასეც გამოდის ზუსტად. არის მათი ტოლი ძალა. ესე იგი ესეც გავარკვიეთ. და რა ხდება გრავიტაციული ძალის შემთხვევაში? ისევ, გრავიტაციულ ძალას არ ვითვალისწინებთ არც ერთ შემთხვევაში აქ, იმიტომ რომ მას ვერტიკალური გავლენა არ აქვს. ანუ ეს არის უკენა და ჰორიზონტალური გავლენა არ აქვს, მარტო ვერტიკალური ძალა არის. და ჩვენ, ესე იგი, ამ შემთხვევაში, თუნდაც ეს ზემოთ-ქვემოთ სრიალებდეს გრავიტაციის გამო, ან რატომაც არა, ხო? მაინც, ანუ კიდევ ერთი დამატებითი ძალა რომ დაიმატოს, ვთქვათ, რომელიც ზემოთ აწვება ამ სხეულს, ან მეორე დაიმატოს, რომელიც ქვემოთ აწვება, ხო? ნიშნულობა არ ექნება, ჩვენ ამ ძალებს არ გავითვალისწინებთ აი ამ განტოლებაში, იმიტომ რომ ეს განტოლებები დაწერილია x ღერძისთვის და მხოლოდ ჰორიზონტალური ძალები ან ჰორიზონტალური კომპონენტის მქონე ძალები უნდა შედიოდეს აი ამ გამოსახულებაში. შესაბამისად f რეაქციის ძალა იქნება აი ამის ტოლი.